თუ გახსოვთ და ალბათ გეხსოვებათ შავშან ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დაიწყო ქართული ოცნების პირველი პანიკური შიშები და თანხების ქეშის გაზიდვის რაღაცა რაორდინალური არანორმალური ფერხული და ჩემი ინფორმაციით სწორედ ამას მოყვა შიდარღვევა და დაპირისპირება ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, ივანიშვილსა და რიჟვაძეს შორის, ივანიშვილსა და გრიგოლ ილუაშვილს შორის. გახსოვთ მაშინ იყო უამრავი ფაქტი იმასთან დაკავშირებით თუ რა ფორმით გაქონდათ ქეში, რამდენად დიდი მოცულობით, როგორი ბრუტალური ფორმებით ეს იყო ყველაფერი არაორგანიზებული და პანიკური გაქცევა, როდესაც ოცნება დაპანიკდა, პირველი გაიქცა ოცნების ფული. ყველაფერი ის რაც შემდგომ მოხდა მოყვა ამას ივანიშვილმა ჩათვალა რომ ეს იყო კატასტროფა და სწორად ჩათვალა მოდი ვთქვათ პირდაპირ და დაიწყო დაპირისპირება საკუთარ გუნდთან. გავიდა აგერ გამოხდა რამდენი თვე თითქოს იხტიბარს არ იტეხს, მაგრამ მოახლოვდა მნიშვნელოვანი თარიღი, კვლავ პანიკა, კვლავ შიში. ოდნავ მეტი ორგანიზებულობა იმ თვალსაზრისით, რომ გაერთიანებული საიმიროების პირველი პირი მოიწვიეს აქ უმასპინძლა, მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა გავაცნობიეროთ და უნდა ვიცოდეთ, რომ კვლავ იწყებენ ზრუნვას ფულზე, არა თქვენზე, არა მოქალაქეებზე, არა სახელმწიფოზე, არამედ ფულზე. ამჯერად უკვე ის ხალხი, ვინც მის გარემოცვას წარმოადგენს, ყველა ერთად, თქვენ ნახეთ ამ კადრებში არის კობახიძე, ეს ვიღაცა ვიცე-პრემიერი, მოკლედ ის ხალხი, ვისაც ევალება, რომ გაიტანოს ფული და მე გარწმუნებთ, რომ 4 ოქტომბერს ამ ფულს გაყვება თვითონ ივანიშვილი და მისი გარემოცვაც. და როგორც ჩანს, მათი დიდი ნაწილის საბოლოო ბინა იქნება გაერთიანებული საიმიროები, იმიტომ რომ იქ უკვე არის ჩატანილი ანტიდასავლური ლიდერების ფული და ესენიც არიან ანტიდასავლელები და ამათი ფულიც იქ დაბინავდება და მათი ადგილსამყოფელი იქნება პუტინის ძმაკაცი, სადღაც იცხოვრებს, გვერდით იცხოვრებს კადიროვის ძმაკაცი, იმის გვერდით იცხოვრებს ივანიშვილის პირობითად ძმაკაცი. ან თვითონ ივანიშვილი.